მასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის ქვეპროგრამის ფარგლებში პედაგოგების რაოდენობა გაიზრდება. პროექტის კოორდინატორმა განმარტა, რომ მასწავლებლების რაოდენობა 25-დან 36-მდე გაიზრდება. შეკრებაზე მაღალმთიან აჭარაში დასაქმებულ მასწავლებლებს საჩუქრები გადაეცათ. პროექტი განათლების მინისტრმა წარმატებულად შეაფასა. 25 მასწავლებელი ხულოს, შუახევსა და ქედაში სხვადასხვა საგანს ასწავლის. მათ განათლების სამინისტრო საცხოვრებით უზრუნველყოფს. იმდენად თბილი გარემო არის და იმდენად ადამიანური კლიმატი მაღალი არის, რომ ჩემი პედაგოგიური მოვალეობის ეფექტურად და ხარისხიანად წარმართვაში ხელი არ მეშლება, პირიქით ხელშეწყობა მაქვს და ვცდილობ მაქსიმალურად ეფექტურად ვასრულო ჩემს დაკისრებული მოვალეობები და საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ, ალბათ შედეგები არის და ჩანს ფაქტები გვაქვს. 2014 წლისათვის ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენდა 159.280 ლარს, ხოლო 2015-16 სასწავლო წლისათვის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და შეადგენს 159.380 ლარს. ასევე გაიზარდა ქვეპროგრამაში დასაქმებული მასწავლებლების რიცხვი. მიხარია, რომ გავზარდეთ ბიუჯეტი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ყველაზე იდეალური ვარიანტი რა ყოველწლიურად შემცირდეს ბიუჯეტი ამ პროგრამისა და საბოლოო ჯამში მივიღოთ სკოლა, რომელიც სრულად იქნება დაკომპლექტებული იმ პედაგოგებით, რომლებიც გაუძღვებიან სასწავლო პროცესს.